გუარიკ პალოიანმა მხედველობა დაახლოებით 6 წლის წინ დაკარგა. უკვე 10 წელია ავარიულ ბინაში მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ წინა წლებში სოციალურ დახმარებას იღებდა, თუმცა 3 თვის წინ გაუგებრობის გამო მოუხსნეს. ქულების თავიდან დაჯამების შემდეგ კი დაპირდნენ, რომ მაისიდან დახმარება კვლავ აღუდგება. მარტო ხელა ქალბატონს დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ესტუმრა. მას სააღდგომო საჩუქარი გადასცა და დაპირდა, რომ სოციალურად დაუცველობის საკითხთან დაკავშირებით დახმარებას აღმოუჩენს. დახმარება იღებდი მე. იღებდი ეხლა 3-4 თვეა დახმარება არ ავიღებ. არაფერი არ მაქვს. ნახე კედლები რა დღეშია, კრიშა რა არის. სულ დანგრეული სახლია, გენაცვალე სულ. გუარიკ პალოიანის მსგავსად დღეს დახმარება 79-მა დევნილმა და 163-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. 5 კილოგრამის შაქარი, 30 ცალი კვერცხი, 1 ტომა რაფქვილი, 5 ლიტრი ზეთი და პასკა ადგილობრივებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაეცათ. მათი თქმით, აღნიშნული სურსათი მრავალწევრიან ოჯახებისთვის მცირეა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ მიმართ ყურადღებას გამოხატავს. ეს ჩვენთვის, ვინც ვართ სოციალურად დაუცველები, ეს ჩვენთვის არის იმის მიმანიშნებელი, რომ მთავრობა არ ივიწყებს ჩვენს თავს და რომ ყოველთვის აპირებს ჩვენზე ზრუნვას. ყველა ახალ წელს და ღრმებისე ვიღებთ. ყველას მიულოცავ მთელ საქართველოს და დიდი მადლობა რატივისებისათვის. რო არ ვავიწყდებით, ძალიან კარგია. ახალციხეში მცხოვრებორას 22 ოჯახს სააღდგომო საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით გადაეცა. აღნიშნული აქციისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 12.500 ლარი გამოიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს ტრადიცია შენარჩუნებული იქნება და გავაგრძელებთ შემდეგშიც შეჭირვებული მოსახლეობისთვის დახმარებას. ვინაიდან მე იქ ადგილზე გაცნობით ვნახე, რომ საკმაოდ გახარებულები იყვნენ ეს ხალხი, თუნდაც ელემენტარული ამ პატარა მცირედი დახმარებით. დაკმაყოფილება ვხედავდი მაგათ სახეებზე, ესე რომ ვთქვათ. გავაგრძელებთ ამ პროგრამას აუცილებლად. მსგავსი სააღდგომო საჩუქრები დევნილ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით წინა წლებშიც გადაეცათ. აქცია ტრადიციულ სახეს ატარებს და მუნიციპალიტეტის პირველი პირების თქმით, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.